ბავშვობა ის პირველი სიყვარული, რომელსაც შენი თვალები ხედავს და ხვდები, რომ რაღაც შენი იპოვე. შეიძლება არ იყოს რაღაც ასტრონომია, შეიძლება არ იყოს რაღაც ბუგატი თუ კიონიგსეგი თუ რიმაკი თუ ასე შემდეგ. მაგრამ იყოს ის ოცნება, რომელსაც ესე მიღწევად ოცნებას ვეძახით. პირველი ჩემი სიყვარული კორვეტიდან დაიწყო და ეს ავტომობილი ჩემთვის იქცა იდეად იმის თუ როგორი ავტომობილი უნდა მყოლოდა და რა მომწონდა. ამერიკელები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურ ავტომობილებს აკეთებდნენ. შეიძლება ვერ მიგეყო ყოველ ჯერზე ისეთი პერფორმანსი როგორც გერმანელებში ან ზოგადად ევროპელებში, მაგრამ მიგეღო ის რაც შენ გულს უხარია, ის რაც შენ პირველ სიყვარულად აღიქმება. და ჩემ შემთხვევაში ეს კორვეტი იყო. პირველად რომელიც დავინახე ეს იყო C6 Z6 ლურჯი ფერის. და აი ეს ვითომ მომგვალებული და ვითომ წყნარი გამოხედვა, მაგრამ რეალად რო გიყურებს და მეც და შენც კარგად ვიცით, რომ ჩვეულებრივი სისხლიანი მკვლელია, ჩვეულებრივი ცისფერ-სისხლიანი ნაბიჯოვარია. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მაგაზე მაგარი შეგრძნება პირველად ბავშვობაში არ მახსოვს. ხოლო ერთი ავტომობილის მიმართ მქონდა კიდევ ეგ განცდა. გვეყოლება ეგეც სამომავლოდ. რაც შეეხება დღევანდელ ავტომობილს, რატო არ გადავიღეთ C6, რატომ არ გადავიღეთ თუნდაც ნებისმიერი სხვა ვერსია კორვეტის და რატომ ვხედავთ დღეს 20-20-იან ცერვაში. აგიხსნით. ზოგადად ძალიან მინდოდა, რომ სანამ წვდომა გვექნებოდა და აუცილებლად გვექნება მაგ ავტომობილზე წვდომა, ეს არის ცერვა Z1X-ი, გადაგვიღო უბრალოდ ცერვა. გვენახა ბაზოვის Stingray, რომელსაც კაი კომპლექტაცია აქვს, მოდი სიმართლე ვთქვათ. რას მოიცავს, როგორია, რატო არის ესეთი პოპულარული. ზოგადად კორვეტი ყოველთვის პოპულარული იყო ერთადერთი მიზეზით და ეს იყო ის, რომ ვიზუალი და სპორტული შესაძლებლობები იმ ფასად, რადგან ამერიკელები ყიდდნენ, იყო იდეალური. საკმაოდ დაბალი იყო, ვიდრე სხვები შედარებით. კი, იქნებოდა ვიღაცა შეიძლება მიახლოებით იგივე ფასში გაასწრებდა რომელიღაცა კორვეტს, მაგრამ კორვეტი მთელი ცხოვრება იყო ემოცია. LS ძრავები, ლეგენდები, LT ძრავებიც უკვე შედიან მაგ სივრცეში, ესე რომ ვთქვათ. ჯერ ახლოს არ არიან, მაგრამ შევლე. აი არ ვიცი, ამ ავტომობილზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, აი განუწყვეტლივ ვისაუბრო და შემიძლია ვთქვა ერთადერთი რამ. არ არსებობს ცუდი კორვეტი გარდა C4-ისა, მოდი ეგ C4 ცოტა ეს მივაჩოჩოთ. მაგრამ მოყოლებული პირველი თაობიდან დღევანდელობამდე კორვეტი ამტკიცებს, რომ არის ხალხის ავტომობილი. რას გულისხმობ ხალხის ავტომობილში? მიღწევადი ფასი, კარგი პერფორმანსი, გუგუნა, ხმაურიანი გემრიელი და ნამდვილი ავტომოყვარულების ავტომობილი. ერთადერთი სხვაობა, რაც დროში დავინახეთ, ესე რომ ვთქვათ, ზოგადად კორვეტს ახასიათებდა ეს შემოპარება, ხან ერთი თაობა იყო ცოტა წვეტიანი, ხან მეორე თაობა უფრო მრგვალი, მე ისე წვეტიანი, მე ისე მრგვალი და რაღაცნაირად C6-დან C7-ზე რო გადავედით, თითქოს ვითომ სიმგვალეს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს ხისტი წვეტიანი ფორმები ისევ არსებობს და ბოლოს მოვიდნენ და შემოგვიგდეს. დღევანდელი ჩვენი ავტომობილი C8, რომელიც არის ფანტასტიკის ჟანრი და ახსნი რატომ. მოდი ვთქვათ სიმართლე, რაც არის, როდესაც ამ ავტომობილს უყურებ, შეიძლება ბევრ სხვა ავტომობილს შეხედო და არ გქონდეს ეგეთი რეაქცია. როგორც არამცოდნეს, არ გულისხმობ მცოდნეებს და ავტომოყვარულებს. ბევრი Ferraris დონის ავტომობილისკენ წავა, გულისხმობ ფასით, ხარისხით, ასე შემდეგ, რაც მეტნაკლებად არ არის სიმართლე, უფრო არ არის სიმართლე. ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე არის ამერიკული ხარისხის გაუმჯობესებული, აი ამერიკელების ხალხს მიჩვეული ძალიან ჩაპლასმასებული, ცოტა უფრო კარგია, ვიდრე მთლად ამერიკული და მართლა პლასმასის კაკუნი და ყვირილი და ღრიალი. მაგრამ მაინც აქვს თავისი დიდი მინუსები კორვეტს, როგორც იყო დროში ყოველთვის სალონი და ზოგადად მანქანა ძალიან ჭრაჭუნს იწყებდა და ალბათ C7-ში ვინც ჯდარ ხართ, მაგას მიჩვეულები ხართ, ჩვეულებრივად. დღევანდელი ავტომობილი 20-20 წლის არის, მაქედან გამომდინარე უკვე ვცდილობ რომ დავიჭირო ხმები და იყო 1-2 მომენტი, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ C7-ის შემდეგ ცერვა ძალიან დალაგებულია. სიარული უფრო კომფორტულია,
დაკიდება უფრო გემრიელია. ნუ რა თქმა უნდა, მაგაზე მოქმედებს ისიც, რომ slip diffi გვაქვს აქ ეს 51-ის package-ია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაუმჯობესებული სატორმუზე სისტემა და slip differential-ი. უკანა ხიდი არის უბრალოდ ფანტასტიკური. $65,000 იღებ რას? იღებ განსაკუთრებულ ვიზუალს. ავტომობილი, რომელიც არის ტარგა და შეგიძლია ზაფხულში ისიამოვნო. არა კაბრიოლეტი. და მძიმე და თავისი პრობლემებით და იცით კაბრიოლეტის ბევრი პრობლემა აქვს ნებისმიერ კლასში. არამედ ტარგა, განსაკუთრებული ვიზუალით, განსაკუთრებული ხმით, ძალიან ემოციური და სპორტული. ისტორიით, რომელიც არის ლეგენდარული. ჩვენ გვახსოვს, რა შეუძლია კორვეტს გინდათ C7-6 ავიღოთ, გინდათ C6-6 ავიღოთ. ნახეთ ჩვენ მათი შესაძლებლობები ნურბურგრინგზე და დღემდე ხალხი მაგ ავტომობილებს იმიზეზით ყიდულობს, რომ ტრეკზე ორიენტირებული ავტომობილია და წამოდ დავანგრიოთ ყველა. ანუ და აუცილებლად ამას თუ ვინმე ჩათვლით, რომ რამენაირად მეტყველს ვიძახი, არა, ეს ფაქტია. M2 CSL, სულ ახალი M2 CSL და ძველი 2014-15 წლის ყველაზე ახალი, რაც ნუ მაქსიმუმ მეგასაკი იქნება, C6-6 ერთ დროში დადიან ნურბურგრინგზე. ჩვენი ავტომობილი რა შეცვალეს, რა გააკეთეს? კიდე როგორ ცდილობენ, რომ ხალხს ასიამოვნო. გეტყვით ახლა. ბევრი რეგულაციები შემოდის. ბევრი ტენდენციები იცვლება ხალხის სიყვარული ავტომობილებისგან, ზოგი ვინც უკანა წამყვანზე იჯდა, ახლა 4-4-ზე გადაჭდა და ამას კორვეტი ხედავდა და ამისთვის ემზადებოდა როგორ ჩანს. და რატომ? სერვა თაობა, ჩვენი თაობა რო იწყება, ჩვეულებრივ Stingray იწყება უკანა წამყვანი. მერე ნუ მოდის იქ ვერსიები Z6, Z51 package-ით, ეგ სხვა რაღაცა, კომპლექტაციებს ძალიან რო არ გავყვეთ. Stingray, კაბრიოლეტი, Z6 და მნიშვნელოვანი. გადავდივართ უკვე მერე იქით, რომელიც ცოტა უფრო ახლებია, მე მგონი 2021-დან გამოდის უკვე E-Ray. რა არის E-Ray? ჰიბრიდირებული ვერსია ზუსტად ამ ცერვის, რომელიც არის 4x4. სხვაობა არის 800 ცხენამდე თუ არ ვწდები, ის 800 ცხენამდეა. ავტომობილი არის ჩვეულებრივი ასტრონომია. ანუ რა ქნეს? ჩვენზე იფიქრეს, ხო? ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგის გამო ვაფასებთ ჩვენ ბრენდებს. დღევანდელობაში ჩვენზე ფიქრობს მხოლოდ ჩინეთი. ფეხებზე ვკიდივარ ძალიან ბევრ ბრენდს, ბევრ გლობალურ ბრენდს, სერიოზულ ბრენდს. მე მაგას ვიძახი ზუსტად. მაგიტომ მე სიამოვნა, მე ეს ფაქტი, რომ ყავს უკანა წამყვანიც, ყავს უკანა წამყვანი ტრეკის ვერსია, ყავს უკანა წამყვანი კაბრიოლეტიც, ტარგაც. ყავს 4x4, როგორც ჰიბრიდი, ესე რომ ვთქვათ, ჰიბრიდული ძრავით 800 ცხენამდე, რო არ შემეშალოს, მაგიტომ ვიძახი ესე ნაკლებად დარწმუნებით და უცბად აი ამ ყველაფერში რო გვეგონა რომ Z6 იყო მათი წვერვალი, ესე რომ ვთქვათ, შესაძლებლობების, აი ესე მოვიდნენ ნაგლად და ეხლა მე თქვენ განახებთო, კორვეტი აი ესე Chevrolet მოვიდა თავის კორვეტის დივიზიონით და აი ეხლა განახებთ რა არის ავტომობილიო რა და მოვიდნენ ეს ადამიანები და შემოაგდეს ანუ უბრალო ასტრონომია, ეს არის ZR1X. მეგობრებო, ეგ ავტომობილი სულ ახალი ცენტრიდან, საკუთარი კონფიგურაციით, როგორიც თქვენ გაგიხარდებათ. აბსოლუტურად ყველაფერით. ჩემი ხელით მაგაკეთებული და მაგიტო ვიცი, რომ შეიძინოთ $236,000 დაგიჟდებათ. ჩემი ხელით დავთვალე, ხა რაღაც 9 დისკი თუ მოყვება ეგეთ კონფიგურაციას თუ გაკეთებთ ეგ სხვა არის, არა. უბრალოდ რომ შეიძინოთ საუკეთესო კომპლექტაცია. ნებისმიერი ფერი, მნიშვნელობა არ აქვს. 1250 ცხენი აქვს მაგ ავტომობილს. ჰიბრიდი LT ძრავი. თქვენ 1250 ცხენის ძალა აქვს და ეგ ავტომობილი შეუძლია იყიდოს ნებისმიერმა ადამიანმა გულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მაგ ავტომობილს დაждდეს. არ არის ეგ ტრეკის ავტომობილი, შეგიძლია გარეთაც იარო მაგ მონსტრით. ბევრი იტყვის ახლა, რა ვიცით რომ მონსტრია. რა ვიცით? ყველასთვის დასანახად, როდესაც გამოვიდა მუსტანგი
და GTD შემოაგდო, როდესაც გამოვიდა Mustang და GTD შემოაგდო, ეს GTD წაიყვანეს Nürburgringზე, დასვეს საუკეთესო ნომერ პირველი, საუკეთესო პროფესიონალი მძღოლები და პირველი ამერიკელი იყო, რომელიც შევიდა Nürburgringის წრეზე ათეულში დროით. ნუ, რა თქმა უნდა, ეს აღსანიშნავია, რომ ისინი იყვნენ პირველები. რა თქმა უნდა, იქ გვაქვს სია, ესე რაღაცნაირად ხისტად ზეპირად რო ჩამოუყვეთ სიაში ვინები არიან, ნუ ზემოდან რო დავიწყოთ, ესენი არიან AMG1, GT3 RS-ები, Mantai ვერსიები, Weissach პაკეჯები, ასე შემდეგ. და აი ამ მონსტრებში, აი ამ ცხოველებში, ესე რომ ვთქვათ, რომელიც AMG1 ჩვეულებრივად Formula 1-ის ავტომობილი არის, GT3 RS-ები, ნუ, რავი, მაგაზე იდეალური თანაკვეთა ავტომობილის არ არსებობს ტრეკისთვის. საკმარისი იდეალური წონა, იდეალური ცხენი, იდეალური ნიუტონი, იდეალური დგომა, იდეალური აეროდინამიკა. ნუ Porsche-ს ასწაული საქმე გააკეთა, თუ მივდგებით კიდე Weissach და Mantai-ს კიდე უფრო გაუმჯობესებულს ხო საერთოდ. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი აქ შევიდა, ოღონდ არა ხუთეულში, ეგ ხუთეული ჩამოგითვალეთ მეტნაკლებად, ქვემოთ ათეულში შევიდა GTD. ნუ, რა თქმა უნდა, Mustang-მა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა. 200-ზე არ არის. მაგრამ აქ პროფესიონალი მძღოლები ისხდნენ და ამისთვის კარგი მომზადებულები იყვნენ. Chevrolet-ს რა თქმა უნდა მოიმზადა და არა მეგობრებო, არა პროფესიონალი მძღოლები, რაც არ უნდა მარკეტინგული ხრიკი დავარქვათ, ინჟინრები, ადამიანები, რომლებიც ამ ავტომობილებზე მუშაობდნენ. არა აქვს მაგდენი ტრეკ ტაიმი გატარებული, ტრეკზე ბევრი დრო არ აქვს გატარებული. კი, რა თქმა უნდა, მაგ კონკრეტულ ავტომობილებზე აქვს, მაგრამ ზოგადად ტრეკის ცოდნა ზოგადად ძალიან საჭიროა. როდესაც ეგეც სასწაულ ტრეკზე, როგორიც, ნუ, მწვანე ჯოჯოხეთია, მიდიხარ და გინდა რომ დაიპყრო რო იქაურობა. რა გააკეთა ჩვენმა სასწაულმა ZR1X-მა შევიდა ხუთეულში და იყო პირველი ამერიკული ავტომობილი, რომელიც Nürburgringზე დროით შევიდა ხუთეულში. ეს იყო სიგიჟე. ეს ყველა ვნახეთ, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ Chevrolet-ს YouTube გვერდზე შეხვიდეთ, უყუროთ. ნუ აი სასწაული იყო. მე რო ეს ვნახე, მივხვდი, რომ ეს ავტომობილი იყო შემდეგი ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც მინდოდა რომ ყოლოდა, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა კორვეტზე ვგიჟდებოდი და რაც არ უნდა ავტომობილი მოგიყვანა, მაინც კორვეტის მიმართ ეს სიყვარული გამაჩნდა. აი ესე რამოდენიმე ავტომობილი არსებობს, ეგეთი ზუსტად რამოდენიმე მოდელი არსებობს, ეგეთი რომელიც ეგრე მიყვარს. ერთ-ერთი ზოგადად კორვეტია. რომ გადავიდეთ პირდაპირ მოდი ავტომობილზე, როგორია ჯდომი? ჯდომი არის, აი, კარგად ვზივარ. რა თქმა უნდა, ნუ ეს სიწურილე ცოტა აქ მუხლებს რო ადებ, ოდნავ სიწურილე მაქვს, მაგრამ ნუ შემაწუხებელი არ არის. რაც შეეხება სიდენიას, ნუ ზოგადად არსებობს, რა თქმა უნდა, ბევრნაირი სავარძლები GT2 Cup სიტები, ესე ეძახიან GT3 Cup სიტები, ანუ ბაკეტ სიტების ვერსიები არსებობს, ჩვენი GT2 ვერსიაა, თუ არ ვწდები, კარბონ ბაკეტ სიტებია ჩვენი. ძალიან ლამაზია, უზომოდ მომწონს, სასწაულია, კარგად ვზივარ, არ მაწუხებს არსად. კი გითხარით M4-ის ვიდეოში, რომ ცოტა აქ მგვერდები მაწუხებდა, მაგრამ აქ არა, აქ ზუსტია, ცოტა უფრო მასიურია და მაგიტო. დანარჩენი საინტერესო რა ხდება? აი ეს აი აქ რო ზიხარ, ზუსტად იცი, რომ აი რაღაც ხიშნიკში ზიხარ. ყველაფერი შენკენ მომართულია, შენი კონცენტრაცია მაქსიმალურად საჭირო არის, რომ იყოს აქ და გზაზე. და ემზადები იმისთვის, რომ აი დაიპყრო ყველაფერი, ტრეკი, ქალაქი, ყველაფერი. ჩვენ ვიდეოს ბოლოში შემოგთავაზებთ აუცილებლად ძალიან მაგარ დრაგს და აუცილებლად ამიტომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ეს ავტომობილი ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე წინა მოდელები, უფრო რბილად დადის და ძალიან მომწონს, საერთოდ არაფერი არ მაწუხებს, აი საერთოდ არაფერი არ მაწუხებს, კომფორტულია იმდენად, რომ daily პრობლემა სიარული ამის არ მექნებოდა, რაც შეეხება სირბილეს, ანუ ჩვენამდენად ვწრობ, ხისტი არ არის. რაც შეეხება სიმაღლეს, GT-ზე მაღალია, დაახლოებით M4-ის სიმაღლე არის, ესე ვთქვათ, პადვესკას გულისხმობ, თვითონ ან ცხვირი, ტუჩი და ზოგადად პადვესკა როგორ დგას, არის სადღაც ეგრე, შეიძლება ოდნავ უფრო დაბალი, თვითონ ჯდომი დაბალია, ავტომობილის თვითონ მთლიანობაში დაბალია. ჩატეა, გზნობა სიმჩატეს, მაგრამ გზნობ იმას მოსახვევშიც და
პატარა ზანოსაც როგორც კი დაიწყებ რომ ძრავი უკან გვაქვს და აი ამას გრძნობრო აი მიაქვს კარგად მინიმალური rulis მოხოვის შემთხვევაშიც ახლა რულზე გადავედით ნუ აი სულ ვიცახდი რომ მომწონს მოთხედო ფორმის საჭეები ძალიან მომწონს თან ეს საჭე აი არ ვიცი ანუ პლასმასების გარდა არაფერს არ დაუწუნებს საერთოდ დანარჩენზე გადავიდეთ როგორი მასალაა ხარისხიანი ტყავია არა საუკეთესო არამედ ნუ მეორე მესამე საუკეთესო ვარიანტი ყველგან ტყავი არსად არ გვაქვს ნაკლებობა ტყავის ლამაზი სტიჩინგი აქაც ყველგან სწორი წინა დეშსაც უყურებ და უსწორმასწორობა ჯერჯერობით არსად არ მხვდება საერთოდ ბოსეს აუდიო სისტემა რაც Z51-ის პაკეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ფანტასტიკურია ხრიალებს ყვირის და ნუ თუ მოგბეზდება და რა სისულელია როგორ უნდა მოგბეზდეს მაგრამ თუ მოგბეზდება და დაიღლები 8 ცილინდრის გუგუნით შეგიძლიათ ბოსეს საუნდ სისტემა აგუგუნოთ ჩვენი ტარგა რომელიც ნუ აი ნორმალურიც არ არის რა აი ფინაჩუა ხარისხია რა რაღაცნაირი ბანძი ხარისხია მაგრამ ნუ არაუშავს ეგ მოხსნად იჭერია და მივიღებ იმიტომ რომ ესეთი მატერიალი უფრო რთულად ზიანდება მატერიალი რომელიც არის უფრო ფაქიზი იცით ადულად ზიანდება და ანუ ეს საბარგულში უნდა ჩადო ამოიღო იქ მე წყალი არ შეესხას იქის და მოკლედ ერთი სიტყვით არაუშავს დავაკლებთ ქულებს მაგრამ არაუშავს ხელების დასადები კარგად არის კარგი ჯდომია სიარულში რბილია ტრაქს იქნევს ხედვის არე საშუალო ქულა იმიტომ რომ ძალიან დაქანებაა და ცოტა ისე ზიხარ და თუ ვაფშე ტარგა გადახადე აი ეს გეგონება თავში ხდება რაღაც ცუდი გზნობა ალბათ ნუ ეს ჩემი სიმაღლედანაც არის გამომდინარე იმიტომ რომ მაღლა მიწევს ჯდომა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანი ყიდულობს ესეთ ავტომობილებს და ყველაზე უნდა იყოს მეტნაკლებად მორგებული ალბათ გექნებათ ცნობილი ვიდეო ნანახი შაკილონილი ლეგენდარული კალათბურთელი მივიდა ისე მოეწონა ეს ავტომობილი რომ მივიდა ერთ-ერთ custom ტუნერს თხოვა რომ დამიგრძელეო ZR1X-ი და გაუკეთეს გრძელი ვერსია მაგ ავტომობილის და შაკილონილიც კი ჩაატიეს როგორღაც ამ ავტომობილში დანარჩენი ესე რომ ვთქვათ შიგნით ბევრი სასაუბრო არაფერი არ არის მე რაზეც მინდოდა საუბარი ეს იყო ის რომ თუ გახსოვთ M4-ის ვიდეოში მე შეგპირდით რომ იქნებოდა საინტერესო დრაგი ხო და გონია რომ დღეს იქნება დღე როდესაც ნახავთ ტრაქს რომელიც წესით კლასით ერთმანეთს არ შეესაბამება მაგრამ ძალიან მაგარი გამოვა ეგეც ჩვენი დასასრული ტრაგი იყო ძალიან მაგარი, ძალიან ემოციური და მოდი აღვნიშნოთ რამოდენიმე აუცილებელი დეტალი ჩვენ ტრაგთან დაკავშირებით. პირველი 3 გამარჯვება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, 3-დან საუკეთესო 2 იმარჯვებდა. შესაბამისად დამთავრდა კორვეტის გამარჯვებით. შემდეგ ჩვენ მქონდა ჩვენი მცდელობები, სადაც უკვე ესე ვთქვათ, არ იყო იგივე შედეგი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ჩვენ დაწესებული წესებით პირველი 3 გასვლა 2-1 კორვეტის დამსახურებით.
ეს იმის ხარჯზე რომ მოეჭიდა და სტარტი ქონდა ძალიან კარგი BMW-სთან შედარებით, მიუხედავად იმისა, მე მოლოდინი აბსოლუტურად სხვა მქონდა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, გამოდგა ჩემპიონატი, ეს ჩვენი დრაგი, როგორც შეგიძლია დაარქვათ, გამოვიდა ყველაფერი ისე ზუსტად როგორც გვინდოდა და ამერიკულმა მუსკულებმა გაიმარჯვა. ეს იმიტომ რომ ამერიკულ მუსკულებში არის ისევ ძალა. სუფევს ისევ 8 ცილინდრი, 6 და 2 თავისი ცხოველური ხმით. სანამ გადავალთ ინტერიერში, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი 1000 გამომწერი, 1000 უსაყვარლესი ადამიანი, რომლებიც ამ ძალიან კარგ კომენტარებს გვიწერენ, შემოგვიერთნენ, გვიყურებენ. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი რამ, იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ჩვენი Rush Drive-ის ყველაფერი აბსოლუტურად და მიხარია რომ ეს ოცნება ნელ-ნელა ნაბიჯებით, ესე რომ ვთქვათ, იდგმევა. გთხოვთ, ვინც არ ხართ გამოწერილები და ამ ვიდეოს უყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩასკროლეთ თქვენ, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რათა მოგივიდეთ notification-ი, რომ ახალი ავტომობილის ვიდეო დავდეთ და არ გამოგრჩეთ. იმიტომ რომ ეს ავტომობილი და სხვა ყველა წარსულში მყოფი ავტომობილი არის უბრალოდ დასაწყისი. დიახ, დასაწყისი და თქვენ წარმოიდგინეთ, რა გველოდება მომავალში. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ესე რომ ვთქვათ ვიზუალზე და მოგიყვებით ჩვენი ავტომობილის შესახებ. ჩვენი ავტომობილი არის 20 წლის Cerva Corvette, რომელიც არის Z51-ის პაკეჯი, რომელიც ითვალისწინებს რაღაც დამატებით ნაწილებს ჩვეულებრივი Stingrayისგან და ამავდროულად ზუსტად პაკეჯის სახელი არის LT2. ალცებოს LT1, LT2, LT3. სხვაობა არის როგორც 360 კამერები, ისე დამატებითი ლამაზი ოფციები, პაკეტსიტები და მსგავსი რაღაცეები. ხედავთ ჩვენი LT2 წინ პატარა 2 კამერით, ლამაზი ცხვირით, ესეთი წვეტიანი, ძლიერი და რაღაცნაირად გვახსენებს იმ ავტომობილებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს. Ferrari-ის წვეტიან ავტომობილებს, Lamborghini-ის წვეტიან ავტომობილებს, აი ეგეთ სპორტული ხასიათის ძლიერ ავტომობილებს. მე მაგიტომ მიყვარს Corvette, რომ ყოველთვის შეუსაბამო იყო თავისი ფასის. გონია რომ ფასთან ახლოს ავტომობილებს შორის ვინც იყო, ეს იყო Corvette ყოველთვის. შესაბამისად ამ ულამაზეს ორზოლს ხედავთ, ნუ ეგ ავტერმარკეტია, მაგრამ ძალიან მოუხდა კოტე, საღოლ. ცხვირი ტუჩის გარეშე გვაქვს ამ შემთხვევაში, ესე ვთქვა, დამატებითი ტუჩის გარეშე, რაც ცუდი არ არის და ჩვენი აი ულამაზესი ფარებია რა, აი ულამაზესი ფარებია და ძალიან მომწონს. მოდი სანამ ცხვირზე ვართ, ბარემ ცხვირსაც გავხსნი ესე რომ ვთქვათ და ნახოთ წინა სათავსო, როგორ დავარქვათ, წინა სათავსო. მოგიხსენებათ, ავტომობილს უკან აქვს ძრავი, შესაბამისად, აქ გვაქვს სათავსო, საკმაოდ ღრმა არის, სხვათა შორის, ცუდი არ არის და პირველი გაფრთხილება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენაირი გიჟის არის აი აქ თორნიკე, თუ შეგიძლია რომ დაანახო, ეს არის შიგნით არ ჩახვიდეთ. შიგნით არ ჩახვიდეთ, ვინმე არ დაკეცოთ, ან არ გადაკეცოთ ძველი ლეჟანკასავით, შეეშვით, ეს ადამიანის ადგილი არ არის, თუ ტრუპი არ არის. ავტომობილი თვითონ საერთო ჯამში დიზაინში არის ძალიან შეცვლილი. აღარ გვაქვს რაღაცნაირად ის Corvette, რომელიც ცოტათი ვითარდებოდა და იცვლებოდა. არა, დიდი ცვლილება გვაქვს. ძალიან მომწონს და ყოველთვის მომწონდა. განსაკუთრებით ეს ახასიათებთ ხოლმე ჩემპიონატებს, აი GT3 კაფების მანქანებზე ცოტა გრძელი სარკის ესე ვთქვა დასაყრდნობი და თვითონ სარკეთს რომ მიყვება. აი აქაც ეს ლამაზად ეს პატარა ნაწილიც, აი აკოდება. სხვა აქ არაფერი არ უნდა ყოფილიყო. მოდი შევხედოთ გვერდიდან, ვანახოთ ჩვენი Z51-ის ეგრეთ წოდებული დისკები, რომელიც საკმაოდ ლამაზია, მომწონს. არაფერი დასამატებელი და დასაწუნი ამას არ აქვს. ჩვენი წითელი ფერის კალიპერები, რომელიც აი რა თქმა უნდა ამ სიწითლეში შერეულ ავტომობილს აკდება. აი ეს. თუ გახსოვთ, ჩვენ გადავიღეთ RX-ები. RX-ების ვიდეოში მე ვთქვი, რომ Corvette-ის აი ამ ინოვაციას, მაშინ ინოვაციას ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო, დაეწეოდა ყველა სხვა ავტომობილი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება გქონდეს სახელური, ესე ფიზიკურიც, მაგრამ რო არ გაქვს სახელური, აი აქ არის დამალული, რაც ძალიან ლამაზია და მოსახერხებელია. როდესაც ხედავს უკვე რომ შენ ჯიბეში გიდევს პულტი და დისტანციას აღიქვავს, ეს კარები პირდაპირ გაიღება, არ დაგჭირდებათ არაფერი. აქეთ რო გადმოვინაცვლოთ, აი ეს სილამაზე, ეს წვეტკენის სილამაზე, აი ბოლოში განივერი ხდება.
ბოლოში აი ბედნიერება რაშია რა. აი ბედნიერება რაშია. ეხლა ნახეთ. ნუ Stingrey-ა კი განსაკუთრებული პაკეტია და შესაბამისად აქ ისეთი ლამაზი Stingray-ის ლოგოც გვაქვს. ეს ჩვენი aftermarket-ი კარბონის ducktail-ი სპოილერი, როგორც გაგიხადებათ, ისე დაარქვით. ჩვენი ლამაზი ასევე კარბონის დიფუზორი. ულამაზესია ფარები არის ძალიან აგრესიული. ფარები, რომელიც იყო C7, ესე რომ ვთქვათ, C7-ზე შიგნით და ეს ფარები, ესე რომ ვთქვათ, ეს ფარის ნაწილი თვითონ ამოიღეს და ფარი გახადეს მთლიანად. გააერთიანეს. ფანტასტიკურია. არაფერი არ აქვს დასაწუნი. მოდი რახან წინ ჩავიხედეთ, მოდი ახლა უკანას ჩავიხედოთ რა ხდება ჩვენს ძრავში. ზოგადად ავტომობილებს, როდესაც გადავიღებთ, ხოლმე ვეცდებით, რომ ესე უბრალოდ მაინც გაჩვენოთ, როგორია აქ ყველაფერი და ამ შემთხვევაში გაჩვენებთ. სათავსო საკმაოდ დიდი, ეს სათავსო რეალურად გამოიყენება იმისთვის, რომ ჩვენი ტარგა, ჩვენი კაბრიოლეტის თავი მოვხსნათ, ხელით ავიღოთ, აქ ჩავდოთ. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ერთმა ადამიანმა გააკეთოს, თავისუფლად ეგეთი რთულიც არ ყოფილა, მეგონა დაჭირდებოდა ორი ადამიანი. მაგის გარდა სათავსო ადგილი ცოტა-ცოტა კიდე დაგჭირდება რაღაცებს ჩაყრი, მაგრამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოთ წინა თუ ცდილობ, რომ ტარგა მოხსნა. როგორც გითხარით, როდესაც Z51 პაკეტს ყიდულობ, ყოველთვის არ არის ეს დახურული და დაფარული, იმიტომ რომ ჩვეულებრივ Stingray-ს დახურული დაფარულია და ეს სილამაზე არ ჩანს და ეს სილამაზე არის ჩვენი გუგუნარვა ცილინდრი, ჩვენი ცხოველი, ნამდვილი მონსტრი, რომელიც ძალიან მაგარი ხმა აქვს და ანუ თქვენ გონიათ ეხა ამ ძრავს განახებ და ამ ხმას არ მოგასმენინებთ? აუცილებლად მოგასმენინებთ. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, ვისაც ნაუშნიკები გიკეთიათ, აბსოლუტურად ყველა ნაუშნიკები მოიხსენით და ისე მოусმინეთ. აი ეხლაც თუ მკითხავთ რატომ მომწონს 8 ცილინდრები, ნამდვილად ვერ გავიგებ ვერაფერს, არ ვიცი. ეს არის სტოკი, მეგობრებო, თავიდან ბოლომდე ქარხნული, არაფერი შეცვლილი არ არის საერთოდ და უზომოდ მომწონს. მოდი ახლა ახლოდან ვანახოთ, როგორ იხურება ჩვენი საბარგული. ყოველთვის ზოგადად ესე საბარგულის, უკანა საბარგულის, ამ შემთხვევაში წინა საბარგულის დახურვაზე ყოველთვის ხალხი წვალავს ან ძალიან ახეთქებს, ან ნაკლებად ახეთქებს და მე ხელით უნდა დააწვი, იკაწრება ასე შემდეგ. ჩვენ ეგ პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი პრისოსკა აიღო მშვიდად, წყნარად, ლამაზად დაგვიხურა ჩვენი საბარგულიც, სადაც მოთავსებულია ჩვენი გუგუნა 8 ცილინდრი. აი ეს ნაწილი ძალიან ბევრს აქვს მოდიფიცირებული და აქ როგორც მუსტანგებს აქვს, თვალმე ეს ჩალაგებული პლასმასი აქვს, ჩუშის ნაცვლად არ მომწონს, აი ესე უნდა იყოს, ზუსტად ხელი არ უნდა ახლოს, ამას არავინ ლამაზია აი ეს დიზაინი. მოდი ახლა გადავინაცვლოთ შიგნით და ნაწილ-ნაწილ მივყოთ ესე რომ ვთქვათ პატარა ინტერიერის ხრიკებს. მოდი სანამ შიგნით გადავინაცვლებთ, ეს ჩვენი ტარგა, რომელზეც ამდენი გესაუბრეთ, ნახოთ როგორ იხსნება. არც ისე რთულია, როდესაც მიეჩვევით. ეს არის ჩვენი ორი ბერკეტი, რომელიც ბოლომდე უნდა გადავწიოთ, აი აბსოლუტურად ბოლომდე უნდა გადავწიოთ, რომ ეს პატარა რკინები არ მოედოს. აქეთ ეს არ ჩამოდის, ესე რომ ვთქვათ, აი აქ პატარა კნოპკა. всё, მორჩა. აი ესე აი ხდება ცოტათი. შემდეგ შეგიძლიათ უფრო ადვილი რო იყოს თქვენთვის აწიოთ თავით. ეს ჩვენი ტარგა. ეს ტარგა მოვათავსოთ ახლა საბარგულში. ზუსტად ესე უნდა მოვათავსოთ, სხვა შემთხვევაში არ ჩაეტევა, აი ესე უნდა მოვათავსოთ ზუსტად. ეს არ გეგონოთ, რომ ეს თავი სადმე რჩება ან რაიმე პრობლემა შეექმნება, ეს შიგნით იგულისხმება, იმიტომ რომ აქედან რო უყურებ ცოტა ცუდი ხედია, გონია რამე მოხდება, არაფერი არ მოხდება. ჩვეულებრივად ლამაზად ჩაიდება. ეხლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა რა უცილობა მეჩვენებინა და რატომ მიყვარს ეს ავტომობილი ერთ-ერთი მიზეზი. ეს არის ჩვენი კარბონ ბაკეტსიტები. დროში შეინარჩუნა ბაკეტსიტებმა თავი, არსად არაფერი გარღვეული და ხეული არ აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა ეგ მოვლაზიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 85,000 კილომეტრს ისე გაუძლო, რომ არსად არანაირი პრობლემა არ აქვს, საერთოდ ეთყობა ტყავსაც, რომ მაღალი ხარისხია. არ არის, ესე რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი, აი ესე ლამაზი თავისი ჰედრესტით
და ეგ ესეთი ლამაზი კარბონით, რომელიც რა თქმა უნდა უკანაც გრძელდება და მთლიანად ეს კარბონია ულამაზესია. რაც შეეხება დანარჩენს, მინდა რომ აი ეს წეღან რაც ვახსენეთ შიგნით მოძრაობისას აი აქ რამდენად დიდი არის წინ ადგილი, აი დეში რამდენად გრძელია, ნახეთ, ხელს ყოფ და კიდევ ვერ ვწვდები აბსოლუტურად ბოლომდე. ძალიან გრძელია, ამ ავტომობილს თუ თქვენით რეცხავთ პრობლემაა, რთულია, თუ სხვა რეცხავს შეიძლება რაიმე დაგიჩხაბროთ, მაგრამ ხედავთ რომ არაფერი მაგვარი აქ არ ხდება. აი ყველაფერი ძალიან კარგად, რაც შეეხება ხარისხს, ყველგან ტყავია, გადაკრული აბსოლუტურად. ვერ ვიტყვი უმაღლესი ხარისხის, მაგრამ აშკარად ისეთი ტყავი აქვს არჩეული, რომ მზეს და დროს კარგად გავუძლოს. იმიტომ რომ აი არსად, აი პატარაზე ხელსაც რო ვაწვევი, არსად არ არის, ესე ვთქვათ, არ გადადის ტალღოვნება, აი ტალღოვნება არ იგრძნობა, რაც მნიშვნელოვანია. ხედავთ აი წითელ სტიჩინგს, ჩვენი წითელი შავი სალონისას, რომელიც აი ლამაზად მიყვება უშეცდომოდ. არანაირი აი აქაც შეცდომა არ არის, აი ორი წელი გაქცევებია, მაგრამ შეცდომა არ არის, ეს შეცდომა არ არის, ნამდვილად აქაც ჩვეულებრივად ლამაზად მიყვება, აქაც კარგად ჩადის, სიდენიებზეც, სავარძლებზეც იგივე მდგომარეობა. მოდი ახლა ჩემი მხარე განვიხილოთ, ესე რა ვთქვათ. და ეს მინდა აუცილებლად თორნიკე ანახო აქეთ ამ მხრიდან. სანამ ესე ვთქვათ აქეთ გადავალთ, მოდი ვანახოთ თვითონ ჩვენი კარები, კარებზე არის აქ როგორც წინა ისე უკანა სათავსოს გაღების საშუალება, კარების გაღება და კარების სხვისთვის გაღება და შენთვის გაღება, ზოგადად მე მთელი მანქანის გაღება, ანუ შესაბამისად აქ შენი კარების ღილაკი ესე ლამაზად გაიღება, აქ ჩვენი ლამაზი კარბონი და აი მოდი კიდე გავაყვეთ არანაირი სტიჩინგის პრობლემა, გარდა ოდნავ ამ ბურცვისა აქაც არაფერი, აქაც არაფერი, აქ არის უფრო ხისტი და ძლიერი ტყავინარები, აქ ძალიან პატარა სათავსო, სადაც აი რამეს თუ ჩააგდებ, ამოღება არის საშინელება. ნუ ეს რა თქმა უნდა სპორტულად ესეთი განიერი გვაქვს ეს ნაწილი, Stingray, ლამაზად აწერია. Bose sound system ერთედია, რომელიც ამ პაკეტს მოყვება და ძალიან მომწონს, მართლა ხარისხიანია, ხმამაღალი, გემრიელი, სუფთა. რაც შეეხება, როდესაც ვიყურებით წინ, აი არ ვიცი, ყველას არ უყვარს ესეთი საჭეები, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. ეს საჭე ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო საჭე, რაც კი შეიძლება ამ კატეგორიის ავტომობილებში არსებობდეს. ნახეთ აგიხსნით რატომ. იმის გარდა რომ აი აქ მატერიალი სრულად მეტალია, აი ხარისხიანი მეტალია, მოჭერისასაც კი გრძნობ, რომ აი ხარისხიანად არის გაკეთებული. აქაც ტყავია, აქაც ისეთი ტყავია, რომ არ არის არაფერი შეცდომით, აი არაფერი არასწორად, აი აქაც ვცდილობ რომ შევხედო, როგორც გახდოთ მუსტანგს ჰქონდა ესე ორჯერ გადასტიჩინგებული, ეგ მდგომარეობა არ გვაქვს. აქაც ლამაზად თანაბრად მიყვება. ჩვენი კორვეტის ლოგო რო ყველა მიცოდეს, რომ უბრალოდ რაღაც Chevrolet არ აქვს, რომელიმე კამარო არ ყავს კორვეტი, რაც ძალიან მაგარია. ერთადერთი რაც არ მომწონს არის ეს პლასმასები, მაგრამ ხმას ისეც არ გამოსცემს. როგორც მაგალითად წინა ვიდეოში M4-ში განახეთ, მაგრამ მეტყობა რომ ესეც უხარისხოა, შესაბამისად ცოტათი ესენიც, მაგრამ სიმყარე აქვს, აი არ მოფომფლოვებულა ამ დროში ესე რომ ვთქვათ და ყველაზე მნიშვნელოვანი ღილაკი. აი ეს. ზეთი. ეს ღილაკი არის იმისთვის, რომ თქვენ სპორტული თუ კომფორტული რეჟიმი, რომელიც გაგიხარდებათ, თქვენ ავტომობილზე დააყენოთ და ამ რეჟიმის გააქტიურება რომ მოგინდეთ სწრაფად, დააჭიროთ ერთხელ ღილაკს და გააქტიუროთ ეს. 85000 კილომეტრის გავლენით კიდევ ერთხელ კარგად შენახულია, არ არის ძალიან დაძრული და რაღაცნაირი გახეთქილი, არა. აქეთა ნაწილი, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ შენზეა, შენკენ იყურება, შენზეა მორგებული, შენ უნდა რომ იყო კმაყოფილი. არავის არ აინტერესებს გვერდზე ვინზის, გარდა შენი. ნახეთ, ყველაფერი იყურება ჩემკენ. ეს პლანშეტი იყურება ჩემკენ, ეს ჩვენი მწინა დეშის, ესე ვთქვათ, პლანშეტი იყურება ჩვენკენ, ეს სამართავი კლიმატ კონტროლები იყურება ჩვენკენ. ყველაფერი კომფორტულია, კარგია, მომწონს. რაც ძალიან მომეწონა დიზაინში იყო, აი ეს გადასვლება, ეს ორმაგი რაღაცნაირი სართულებივით, აი აქაც, რომელიც ძალიან მიყვება და ეხლა ვაყანყალებ, არაფერი, ყარა დგას. აი აქაც ვცდილობ რომ ავაყანყალო, ყარა დგას. აქ გვაქვს სათავსო, აქაც რა თქმა უნდა გვაქვს სათავსო, არაფერი განსაკუთრებული. მომეწონა, იცი? ველოდებოდი რომ უფრო მეტი პრობლემა მექნებოდა ამ ავტომობილთან და ესე ვთქვათ, ჩემ თავში, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არა თქვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის გავაპრავებდი რაღაცნაირად და არ დამჭირდა. მომეწონა, მართლა კმაყოფილი ვარ, ყოჩაღ, Chevrolet და ყოჩაღ, კორვეტის ესე ვთქვათ, ცალკე განყოფილებას, რომელმაც ეს ავტომობილი გააკეთა. ეხა ხვდები ZR1X-ი, რამხელა გავლენა იქნება ავტოსპორტშიც და ავტომოყვარულებშიც და ყველგან.
იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, ეგ ავტომობილი არის თან ჰიბრიდი და ეს ჩვენი ევროპული წესები მათზე ესე ძალიან ძაფრად ვერ იმოქმედებენ. იპოვეს ამერიკელებმა მაინც მიდგომა ისეთი, რომელიც თვითონ აწყობდათ. ოჩახ კორვიც.